გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს, ჭეშმარიტ მართლმადიდებელს მინდა მიულოცო ხარების დღესასწაული და პირველ რიგში უსურვო გამძლეობა ამ რთულ პერიოდში, როგორი რთული პერიოდიც ქრისტიანებისთვის და ქრისტიანობისთვის ალბათ დიდი ხანი არ დამდგარა და უსურვო რწმენაში გაძლიერება და ჭეშმარიტი ქრისტიანობის გზით სიარული და არ გადაუხვიონ ამ ყველაფერს. და მინდოდა საერთოდ არ ვაპირებდი, ახლა მუშაობდი ბლოგზე, რაც ირანში ხდება და რა ამბებიცაა და რაც ლამისაა, მართლა აპოკალიფსამდეა მისული მდგომარეობა და არავინ არ იცის ხვალსექ ნამდვილად რა იქნება და ნამდვილად არ მიცალა ახლა ამ ყველაფერზე გამოხმაურებისთვის, მაგრამ დღეს დილას უბრალოდ დავდევი ვიდეო, რომელიც ასახავდა ბზობა დღეს, როგორც მე ვიცი, ბზობა დღეს არის გადაღებული სიონის ტაძარში შიოს, მოსაყდრე შიოს და მათი კორტეჟის ადგილზე მყოფი მრევლის დახვედრას, გადმოსვლას და ესე შემდეგ რა. და ადამიანურად გამიჩნდა ნამდვილად ესეთი დამოკიდებულება, რომ ბიჭო, ქრისტეს დიდებით იერუსალიმში შესვლის დღე არის. როდესაც მაცხოვარი ჯორზე ამხედრებული შევიდა იერუსალიმში და დახვდა იერუსალიმის მოსახლეობა პალმის ტოტებით და ბზებით. და რაღაცნაირად დღევანდელ ქვეყანაში, დღევანდელ საქართველოში, სადაც 10,000-ობით ბავშვი შიმშილობს. დღევანდელ ქვეყანაში, სადაც დავით გარეჯის გასხვისების გამო კაცი სიტყვას იღებს და კლავენ. ყველა მიცის, რომ კლავენ და ხმას არავინ არ იღებს. არც ანაფორიანი, არც უანაფორო. და ერთეულები ასეა იმას. ადამიანები, ვინც სოციალურ ქსელში არიან და სინდის ნამუსი აქვს შემორჩენილი და მართლა გულთან მიაქვთ ესეთი ამბები და ბრმები არ არიან და არიდებილებენ თავს თუ არა. დანარჩენი ყველა დუმს. დუმს საპატრიარქო, დუმს ოპოზიციური მედია, ეგრეთ წოდებული დუმს ხელისუფლება და დუმს ეს მორწმუნე მრევლიც, რომელიც ვერაფერს ვერ ხედავს. როცა უნდა ხედავს, როცა უნდა არა, დაბნელებული და დაყრუებულია. და ჩემი გულის ტკივილი გამოვხატე ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რომ მეთქი ახლა უფალი განკაცდა და ადამიანად იქცა და ჩამოვიდა დედამიწაზე და უბრალო ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობდა. არ ცხოვრობდა ის ფუფუნებით და დიდრის და რაღაც ესე რა ქვია, არ ყოფილა ის მილიარდელების ღმერთი. გაჭირვებული ადამიანების ღმერთი იყო, უბრალო ადამიანების, ყველას ღმერთი იყო, მაგრამ ძირითადად ის იყო დაჭაგრული, გაჭირვებული სოციალურ უსამართლობაში თუ ზოგად უსამართლობაში ჩავარდნილი ადამიანების იმედი. მდიდარი ხალხი რომ მიდიოდნენ, ეუბნებოდნენ, გაყიდე ეს ყველაფერი და გამომყევი, თუ შენ სიმართლე გინდა და თუ შენ მართლა სიმართლის გზაზე სიარული გინდა. ეს იყო უფლის პასუხი. და აი გაჩვენებთ აგერ ამ კადრებს. ამოვიღე სკრინათაც ეს. არ ვიცი, ალბათ 120,000-იანი შეიძლება ფასში შემეშალოს, ან მეტი იყოს, ან ნაკლები, მაგრამ უბრალოდ ეს როგორც ვიცი, ესეთი ორი უზარმაზარი ჯიპი შევიდა და გადმოვიდა იქ დიდი პატივით და დახვდა ხალხი. აი ეს ჯიპები, აი ეს ჯართი, უსულო ჯართი, რომლითაც თურმე უნდა მიბრძანდნენ იქ სამების ტაძრიდან იქამდე. აი ეს ჯართი 10,000 ადამიანს გადაარჩა, მარტო ეს ჯართი 10,000 ადამიან გაჭირვებულ, გაღატაკებულ ქართველს გადაარჩენდა, სიცოცხლეს გადაურჩენდა, გადახვეწილი როა უცხო ქვეყანაში სამკურნალოდ და შიმშილით სიკვდილიდან და თასი უბედურებდნენ, ამაზე არ ამაკლა პარაკი. და გამიჩნდა როგორც ქრისტიან ადამიანს, გამიჩნდა ზუსტად ეს გრძნობა და ეს პროტესტი და თქვი ეს დავწერე.
ატყდა იქ ეს რა ქვია, ჭკუის მასწავლებლების და ფარისევლების და ეს. უფალს განა არ შეეძლო? არაბული ტაიჭით შესულიყო ემაში, რა ქვია, დიდებით იერუსალიმში? და შეეძლო? მაგრამ მოწაფეები გაუშვა იმისთვის, რომ ჯორი მომიყვანეთო. და როდესაც ამ ყველაფერს ვხედავ, ადამიანურად, როდესაც ამ ყველაფერს ვხედავ, თუ საქამდე დავიდა საერთოდ ქართული საზოგადოება, ქრისტიანობა, აგე რა ბატონო, მე ვარ დამაბრალოთ. აგე რა თვითონ და ეგ რა ამრევლი და ეთყო დიდი მადლი მოყვება, ახლა ამას ეთყობა ქრისტიანული, დიდი მადლი მოყვება ამას ეთყობა და ეგ. მე ამ მადლის გადმოღრის დროს რომ ვიღაცა შეახსენებს ადამიანი რო შეახსენებს იმას, რომ ამათმა პასუხი არ უნდა აგონ, სამშობლოს მოღალატეები, რომლებიც ხელზე კოცნიან და შენი ჭირიმე და შენ გენაცვალე და ერთი ამბები რო აქვთ ატეხილი, ისე შიო ჩვეული არის მოღალატეებიდან ხელზე კოცნას, აგერა ეს ბოკერიაც კი ხელზე მთხვეოდა თურმე, არ ვიცი თავის დროზე. თქო ბოკერია ძალიან მორწმუნე ადამიანია, მე არ ვაჯერ ამის დონემდე ასული. იქ რო ადამიანი ეტყვის, რომ ამათმა პასუხი არ უნდა აგონ, ამ ადამიანს გამოაგდებენ გარეთ, წაიყვანენ სასაფლავებზე, დააგდებენ დაბრმავებულ ადამიანს, დახეიბრებულს, ქვეყნისთვის, სიმართლისთვის, სიკეთისთვის და მე მიაწერენ პროვოკაციას და ათასუბედურებას ეს ფსევდო პატრიოტები და ფსევდომორწმუნეები და ფსევდოხელისუფლების დამცველები და შენ ეს რატო თქვი და აბა იქ სამების ტაძარი ის კი არა, რა ქვია, ხო, აი ეს ღმერთის სახლი თურმე, მარტო აი ეს ყანდურების და ამათი თავშესაყარი არის, თურმე იქ რიტუალების ჩასატარებლად თუ არა, იქ უბრალო კაცის სიმართლის თქმის ადგილი არ ყოფილა. და ბიჭო, აი ელემენტარულს გეუბნებით რა. აი როგორ მეშლება ნერვები და ყველაზე მეშლება ნერვები, ვისაც არ აქვს ასეთი რეაქცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით, იმიტომ იმას არ უყვარს ქვეყანა. იმას არც ღმერთი წამს, არც არაფერი არ მაინტერესებს მე ესეთი ადამიანის, მე არავის წვენას არ ვიხევი, მაგრამ ვერ დამაჯერებს ვერ მე რომ ესეთი ადამიანები მორწმუნეები არიან. ბიჭო, აგერ იყო გუშინ ჩამოთრეული აზერბაიჯანის სულთანი. აგერ იყო ჩამოთრეული. ვინმე ერთმა ადამიანმა გაბედა და სიტყვა დაასველა დავით გარეჯთან დაკავშირებით? ვინმე გაბედა და სიტყვა დაასველა ინგილოებთან დაკავშირებით, რომლებსაც 6 წელიწადია საზღვარი აქვს ჩაკეტილი და სამშობლოში ვერ გადმოდიან და ვერ გადადიან? ვერ ჭირში, ვერ ცხენში, ვერ გაჭირვება, ვერაფერში. და ყველა არის გადასული იმაზე, მხოლოდ და მხოლოდ კობახიძე როგორ უდგა ზურგს უკან. კი, გასაგებია ის, რომ კობახიძის ნაირ პრემიერობას თამუყვარი ადამიანს, ხო, თამუყვარეობა რო ქონდეს ადამიანს, კობახიძის ნაირ პრემიერობას საერთოდ თუ მაინდა-მაინც თანამდებობისკენ იყურება, სოფლის გამგებლობა ურჩევნია ყველა თამუყვარი ადამიანს, იმიტომ რომ იქ მისი ღირსებით, მისი ავტორიტეტით, მისი ხალხის სიყვარულით და დამსახურებითაა მისული. და ეს ვითომ პრემიერი რო არის, უკან დაძდევს იმას, არავინ იცის რა სტატუსს ატარებს ივანაშვილი. და ასე უყურებს ბოღმიანის სახით. ესენი რო ვერ გაბედავდნენ ამის თქმას, რა თუნდა ლაპარაკი. და გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ ბიჭო, არც ერთმა სასულიერო პირმა როგორ არ ამოიღეთ ხმა? როგორ არ ამოიღეთ ხმა? კაცზე, რომელიც სასულიერო პირი იყო. სასულიერო პირი იყო ლაზარე ჯორბენაძე. კაცი, რომელიც ხმას იღებდა ეკლესიასთან სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით დავით გარეჯის და სამართლიანად იღებდა ხმას ამ ყველაფერზე. რატო ვერცერთმა ვერ გაბედით? და გამომიხვად მე აქ და მე დამიწყებთ იმაზე ლაპარაკს, რომ ისო თურმე მე თურმე ისა ვარ, რა ქვია, სარწმუნოების მტერი ვარ და მე თურმე ქრისტიანობის მტერი ვარ და მე თურმე ისე. მე თქვენგან განსხვავებით ფარისეველი არა ვარ. ღმერთმა დამიფაროს. ღმერთმა დამიფაროს თქვენარი ყალბი არ შემიძლია სიყალბეში ცხოვრება და არ შემიძლია ყალბი რიტუალების შესრულებით ღმერთის მოტყუების მცდელობა და თავის მოტყუების მცდელობა არ გამაჩნია. არ გამაჩნია. თქვენგან განსხვავებით მე მართლა მიყვარს ჩემი სამშობლო. და არ ვაკეთებ არაფერს იმისთვის, რომ მე თვითონ კარიერას მივაღწიო და რამე ჩავიდო ჯიბეში თქვენგან განსხვავებით. და გუშინ ვიდეო ლაივი რომ მიმყავდა და ზოგ-ზოგი ერთი მეხვიანებოდა აქ და ეს გეუბნებით აგე რა.
გეუბნებით ამ ეგრეთ წოდებულ კონსერვატორებს. მე თქვენს ხო დიდი ხანია ვლაპარაკობ. მაგრამ ვეუბნები იმ ადამიანებს, ვინც მათ ირგვლივ არიან და მაგათი ჯერავთ, მაგათი ქრისტიანობის და მაგათი დიდი სარწმუნოების და ასე შემდეგ. და შემოესმესეოდენ აქ და დაიწყებოდა ათასწლეულა და კრულები. ერთი სიტყვა რატო არ აქვს დასველი? დღემდე რატო არ აქვს ერთი სიტყვა დასველებული? დღემდე ერთი სიტყვას რატო არ ასვლებთ? თუ თქვენ მაშინ თქვით რომ ეროვნული ფლანგი არ ახართ და გადათ იმ ლიბერალებში. და კისერი გიტეხიათ კაცო. არავინ არ გიკითხა, არავინ არ შეგეხებათ. თქვენ რო გკითხოს კაცმა ეროვნულები რო ხართ. და რო გკითხოთ ხალხმა რომ სამშობლოს ბედი გადარდებთ. და რო გკითხოთ ხალხმა რომ მართლა რწმენაში და იმაში ხართ, რა ქვია, სამშობლოს სიყვარულში ხართ. ამიტომ გეუბნებით. და გეკითხებით ერთი, გამოდი, რომელიმე თქვენგანმა. აგერ ამ მეოთხე დღეა. პოსტიც კი არ დაწერა, ბიჭო. სადმე კაცი თქვენ გადაცემებში მოდიოდა. კაცი თქვენ გადაცემებში მაინც არ ყოფილიყო, თქვენ გადაცემებში ამბობდა თუ რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა და მიწის გაყიდვა იქნებოდა, გარეჯის საკითხი იქნებოდა თუ რა იქნებოდა. ერთმა კაცმა ბიჭო გარდაიცვალა ხსოვნის პოსტი მაინც ნეკროლოგი მაინც დაგეწერა თქვენი. არაფერს ვამბობ ქათამოსანიძისნაირი ბლოგერები და ქათამოსანიძისნაირი ეროვნული სულისკვეთების მებრძოლებით როა დაკომპლექტებული ეგრეთ წოდებული ის რა ქვია მოძრაობა, იმიტომ ხართ კარგად. ერთი პოსტი ბიჭო. ერთი პოსტი. რა იყო ბრძანება არ მოგცეს? არ გააღიზიანოთ ხელისუფლებაო? კონსტრუქციული ოპოზიციის როლი უნდა ითამაშოთო? კონსტრუქციული კი, კარგად აუღეთ ბიჭებმა იმას, რა ქვია, ალღო. კარგად აუღეთ ქართულ პოლიტიკას, ალბათ ერთ-ორ წელიწადში საბოლოოდ დაიხვეწებით და პარლამენტშიც გექნებათ ალბათ 2-3 ადგილი და ვიღაცები კარგად გაიჩითებიან და წავა ეს ყველაფერი. რაც გინდათ ის გიქნიათ, მაგი მე არ მაინტერესებს საერთოდ. იმას ნუ იძახით რომ ეროვნული ხალხი ხართ. როგორ შეუქმნით ახლა აგერა, როგორც გამაგებიეს თურმე დღეს ამათი ერთ-ერთი ბელადი და ლიდერი თურმე საზოგადოებრივ მაუწყებელზე არის მიწვეული. აგერა. რა თქმა უნდა ახლა ისინი ეხსნებათ, რა ქვია, ტრიბუნებს უხსნიან ახლა და რაც ხელისუფლებას არ აწყობს ისეთი რამე რომ თქვან შეიძლება მე აღარ მიიწვიო. ხო, მე შეიძლება რომ ხო და აი ახლა დღეს მე არ ვიცი მე ამათი ლაქლაქის და ამათი ყბედობის მოსმენის თავი არ მაქვს. არა მაქვს, ვერ უძლებ. არ შემიძლია. აი ახლა ხო ხართ ამის სმენელები და ხო ხართ ამის ისა. აი გადაეცით ახლა ამას. გადაეცით ამას. რასაც არაკეთებთ, თქვენს ეთერებში არაკეთებთ, რასაც თქვენ Facebook პოსტებზე არ წერთ, გადაეცით აგერ ეროვნული პრობლემა რო არის დავით გარეჯი თუ არის ის გაახსენით. და გადაეცით ის რომ თქვენი სტუმარი ვინც იყო ლაზარე ჯორბენაძე გაურკვეველ ვითარებაში, ბუნდოვან ვითარებაში საერთოდ და ვისაც აინტერესებდა ნახა გუშინ ჩემი და ბატონი დიტო ჩუბინიძის საუბარი ამ თემასთან დაკავშირებით. და გადაეცით რომ ბუნდოვან ვითარებაში ჩამომხრჩვალი ნახეს ეს ადამიანი, რომელიც კობახიძეს ადანაშაულებდა იმის გამო რომ დავით გარეჯი გადაცა და ხელმოწერა ქონდა ნანახი და ყველამ გაიგო ეს. წადი უჩა მოფსი დაიძინე, გაიგე? წადი მოფსი დაიძინე. შვილო, წადი მოფსი დაიძინე. ხო. კაი გაკრიტიკებულია. და გეუბნებით. აი წადი მივიდეს ახლა ერთი კაცი ბიჭო მკვდარია ის უკვე. ამაზე მეტი ფაქტი რა გინდათ? და თქვენ პირში წყალი გაქვთ ჩაგუბებული. ასე გადარდებთ ადამიანის სიცოცხლეც. ასე გადარდებთ თქვენ სარწმუნოებაც, ასე გადარდებთ თქვენ ისტორიაც, ასე გადარდებთ თქვენ დავით გარეჯიც და აი მისი მრევლი აგერ რო არის შემოსული და გადაცემა არ გავარო არ გააკრიტიკონ. აბარა.
აბა რა უჩიკო, აბა რა გეთა, აბა რა თქვენ რო აკრიტიკებთ ბიჭო, თქვენ რო იბრძვით, იმდეს ვინ იბრძვის, აბა რა თქვენი ჭირიმე, თქვენ გენაცვალე. ხო და აი გადაეცით ახლა ერთი ამას. და ერთი სიტყვა თუ დაასველეს იმაზე, რა ქვია, ინგილო ქართველებზე, ჰერეთის ქართველობაზე, რომლებსაც 6 წელიწადია საზღვარი რო აქვს ჩაგეტილი. გაბედოს ერთ და გააჟღეროს. არა, ჯერ მიწას არა ის კაცი მიბარებული. მაგრამ თავით გარშთან დაკავშირებით, როცა ყავდათ მიწვეული, მაშინ არ დაასველა. ვაჟ ბატონმა ერთი სიტყვა, ერთი კითხვა არ დასვა. ერთი კითხვა არ დასვა, მადლობა გადაუხადა პირიქით. კონსტრუქციულ იმასო ახდენსო, რა ქვია, დებატები იქნება. და ამ კონსტრუქციულ დებატებში ეროვნული საკითხები, რაც ასე რაც გვაწუხებს ქართულობას, ის ეს რა ქვია. დაბოღმილი ვარ, შენაირები დროა, უსებული ქვეყანა და ეროვნულები ვარდო, იძახიან ბიჭო. ვიქნები დაბოღმილი, აბა არ ვიქნები, როდესაც შენაირები პატრიოტიზმის როლს მოირგებენ და ხალხის შეცდომაში შეყვანას დაიწყებენ და ამაში მოგეცემათ საშუალება? ინა ერთი ეს უჩა ქადაგიშვილი რა გაგიკეთებია ერთი ამ ქვეყნისთვის ამნაირი რა გაგიკეთ რა საკეთებ დღესდღეობით ამნაირს რომ მისაბაძი ადამიანი იყო რამეზე ხმას იღებდე მიწების გაყიდვაზე ხმას იღებდე რამეზე ხმას იღებდე იმას რაც გავალებენ იმას ლაპარაკო მომისმენ ჩემო რა სიტყვის და რას არ იტყვის ხო რა სიტყვის და რას არ იტყვის ამ ლაივის მერე და ამის თქმის მერე როდესაც მისი ისაგერ დარბის ეს კიდე ცალკე საკითხია იტყვის თუ არ იტყვის მაგრამ კაცი ბიჭო რომელიც თქვენი ტელევიზიის სტუმარი იყო თქვენი რესპონდენტი იყო კაცი რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრობდა წერდა გაზეთებში არც მაშინ ამოგიღიათ ხმა და არც ახლა იღებთ ხმას და გამოდიხართ მერე და დიდ ქრისტიანობაზე და დიდ პატრიოტიზმზე და დიდ მორწმუნეობაზე ლაპარაკობთ აი ესეთი ყალბებით როა სავსე ქვეყანა აი იმიტომ მიდის ყველაფერი კარგად გაგრძელეთ ფიზიკო გაგრძელეთ პატრიოტიზმის თამაში დაგიფასდებათ აგერ უჩასაც დაუფასდება სადღაც ალბათ რომელიღაცა აპარატში შეიყვანენ ამასაც და რომელიღაცა სამსახურს ამასაც მიცემენ და გააკეთებს იმას რაფერაც იქნება და იჭრის აგერ ვენებს Facebook-ში დაჭრილი აქვს ვენები მე შენგან განსხვავებით ამ ქვეყნიდან როდესაც წავალ თავისუფალი სულით წავალ და არ წამყვება დარდი რომ ჩემ ქვეყანას როცა უჭირდა ქვეყანას როცა უჭირდა მაშინ ჩუმად არ ყოფილვარ ან მოქმედებდი ან საუბრობდი შენგან განსხვავებით და ამაში შენგან განსხვავებით კიდე ხო ამაში შენგან განსხვავებით მე მას რამეს არ ველოდებოდი ვიგოდას არ ველოდებოდი ეგე ხო აი ამ კარგად რო იცოდე არავის არ ვიწვევ მე ჩემ გადაცემაში ამდენი წლებია ლანძღვაების და ტალახის როლის მეტი არაფერი არ უკეთებიათ და გადაცემაში მივეწვიეთ კი არა 1000 ბინძურე რო ააგორეს მაგ 4 ლიდერმა და მათმა იმან ერთი სიტყვა არ მათქმევია თქვენ გადაცემაში ახლა მე მოგიწვიეთ და გალაპარაკოთ კიდე წათ ვიზია დღე და ღამე ტელეკინისმენს რას აკეთებ ტელევიზიას თქვენ აკავთ და ბლოგერების თქვენ აკავთ და მიწვეული გადაცემებში თქვენ იმით და ილაპარაკეთ და გაეცით პასუხი ამ კითხვებს მეტი საქმე არ მაქვს ახლა დღეს რო ადამიანი მე არ მაქვს უბრალო ადამიანზე ლაპარაკი იქ დაბალ დონეზე იერარქიულ დონეზე ვამბობ მე პარტიის დონეზე შეიძლება კიდე არის გულანთებული ადამიანები და მე ვიცი რომ რამდენიმე გულანთებული ადამიანი არის მე ზევით რო არიან იმით რა უნდა ველაპარაკო რომელიც 1000 ჯერ ვიცი გაყიდულ გამოყიდული და 1000 ჯერ ისა რა ქვია დაკომპრომატებული ხალხი წათი აუ კაცურზე ლაპარაკობ თქვენ ბიჭო აბა რა თქვენ მაგარი კაცები ხართ თქვენ რაც ახართ ხო სინამდვილეში თქვენ რაც ახართ უჩიკო და რაც ხდება მაგ აი თქვენმა ყოფილმა იმა რა ქვია თანაგუნდელმა პირდაპირ გამოაწყო და დაალაგა და როგორი სქემით მოქმედებდა რა ეროვნული პარტიაც ახართ და რა კონსერვატორებიც ახართ თქვენმა ყოფილმა თანამებრძოლმა არაერთმა სხვათა შორის გამოგიაშკარავათ ვინც ახართ და რაც ახართ ხო მეტი საქმე არ მაქვს ახლა მორგოშიას იმას რა ქვია კანტორას დაუჯდე კიდე აქ და მე ველაპარაკო და მე ვიმასქნა და კიდე მე მოგცეთ აქ ისა რა ქვია მეტი საქმე არ მაქვს თქვენი დონის ხალხი ნახეთ თქვენი სულისკვეთების ხალხი ნახეთ და იქ მიდით და იქ ლაპარაკეთ გაქვთ თქვენ მაგისტვის გირჩი ყავთ უჩკუაბაშიძეები ყავთ ესე შენ პარტია არ ახარ ხო მართლა შენ პარტია არ იქნებ ის ზოგიერთები რო არიან პარტია მაგრამ ხარდამჭერები რო არიან ხო და ეს უბრალოდ რო გულშემატკივრობენ ხო
აი ეს მაგი ქოცების სტანდარტია კიდე ხო არა მე ქოცი არა ვარ მაგრამ ბიძინა ყველაზე მაგარია და მხარს უჭერ არა შენ კონსერვი არა ხარ ძმაო მაგრამ აი მაგად მხარს უჭერ იმიტომ რომ აი ერთადერთი ხალხია ვინც გადაარჩენს ქვეყანას თქვენ დიდი მოწმუნე ხალხი ხარ აი ამის თქმა მინდოდა რა მიცვალებული სულთან ბიჭო მიცვალებული სულთან რაღაცა მაინც იქონიეთ რა რაღაცა ძიმე მარხვის პერიოდი არის და განსაკუთრებით ნებისკვირა არის ახლა ეს ბოლო ერთი კვირა რაღაცა გაგიღვიძდეთ რა და ის მაინც თქვით მაგის დედავატირე კაცი აქ იყო და ჩვენთან იყო და გადაცემაში ყავდაო რა არაერთხელ მოწვეულიო და ეს კაცი დღეს მკვდარია და ეს მაინც თქვით მეოთხე დღეა მკვდარია მეოთხე და იქ თქვენ ქათმოსანიძეს და იმას თვითონ დაედო პოსტი კი არა სხვა მონიშნა და კომენტარი არ დაუწერია იმაზე არა ბრძანება მოსული ამ თემაზე ლაპარაკის მოვა ალბათ ვერა ჩატში ჩაგიგდებენ იმას რა ქვია ბრძანებას და გაგრძელებთ ცხოვრებას ვინც ხართ ვიზია გულანთებული ადამიანები დაფიქრდით პატარა ვის და რა სიმსახურებით და რა იქნება თქვენი მომავალი და რა იქნება თქვენი შედეგი ხო რო იცოდეთ ის შედეგი იქნება ის რომ გაკეთებიებენ იმ საქმეს რა საქმეს აწყობს ხელისუფლებას და ზემოთ უკვე 9-ჯერ ამორჩეულ და 9-ჯერ დაკომპრომატებულ ხალხს შეიყვანენ მთავრობაში და გემრიელად წავა ცხოვრება როგორც ყოფილა კამდე და მე იტყვიან 3-4 კაცი ვართ შესული პარლამენტშიო და ჩვენ ახლა უმრავლესობა ბევრი მოგვეცით ხო ბევრი ჩაგვირიცხეთ ფულები და კარგად გავაგზავნებთ ცხოვრებას ხო აი ეს იქნება გაიხარეთ მეც გილოცავთ ყველას ხარებას და ბიჭო აი რა არის იაპონელები ამბობენ რომ სიკვდილი დაბადების და სიკვდილის გარეშე ყველაფერი ილუზიაა და ლათინელები ამბობენ რომ ჭეშმარიტების დანახვა მხოლოდ სიკვდილის თვალებში არის შესაძლებელია და მოკვდა კაცი და აი ჭეშმარიტება ისაა რომ კაცი რომ მოკვდა ერთ სიტყვას არ ასველებთ წადი უჩიკო მოფსი დაიძინე გააგრძელეს საქმე შენაირებთან თქვენ გააკეთეთ საქმე მე დავდგები შორიდან და შევხედავთ რანაირი კაი საქმის კეთებელი ხალხი ხართ ხო ესა ხართ თქვენ და ესა არა მარტო თქვენ ახლა უბრალოდ იმან მოიტანა სიტყვა მაგრამ მეტი საქმე არა მაქვს და მეტი ის რომ თქვენზე ვხარჯო დრო აი ესა ზოგადად თქვენი საპატრიარქო თქვენი მომავალი პატრიარქი თქვენი ხელისუფლება ხო აი დიდი მორწმუნეებს გეუბნებით ღმერთმა რომ დალოცოს ბიძინა ივანიშვილი იმიტომ რომ სამება ააშენა ღმერთმა რომ დალოცოს ახლა შიორო თურმე პატრიარქის დანატოვარ და უეჭველი პატრიარქი რომ უნდა იყოს და ესა ხართ აი ესა საზოგადოება ხართ და ვინც იმას გეტყვით რომ ესა უნამუსობა და უსინდისობა და ვინც განხელთ და ვინც თვალში ჩაგთხრით თიც ისაა ცუდი ადამიანი წაით დიდი მოწამეებო და დიდი კელაპტრები დაიგავეთ და დაანთეთ მიშო მომისმინე მე არ ვიცი შენ გადაცმული ტროლები ბევრი არიან და გადაცმული ტროლობა უამრავად ყავს შექმნილი ქოცობასაც ნაცობასაც საერთოდ ეს თქვენ ხართ ყველა დიდი ებრაული სოროსული იმის რა ქვია ბანდის წევრი და რას გეტყვიცი რამდენმა ვინმე დაალაიქოს და რამდენმა ვინმე მოიწონოს ჩემი ლაპარაკი ყველამ შესცა დედაშენს და შენაირებს სულზე გაყიდულო ურია აიგე და ყველა შენაირი პატრიოტის დედას შევეცი კიდე სადაც დაიარება და დადის თქვენი ერთად კოლექტიური ყველასი და თქვენაირი პატრიოტების დედა მოუტყან კიდე იქ რო ყრიან იმაზე რა ქვია ირანის დროშით რო დარბიან და ევროკავშირის და იმის უკრაინის დროშით რო დარბიან იმასე ამის ღირსია ეს ქვეყანა უკეთესი ღირს არ იმსახურებს აი ამათ რო ექცევა ქართველი ადამიანი ასე ამათ რო ექცევა ასე გინდა ყანდურები იყოს გინდა ეს აკაცუკებიო თუ რა სირები ქვია ამათ გინდა ქოცები გინდა ეს ამათ დაშტერებული ვარენ და ამათ რო ფუს ურუცხავენ კიდე 4 ხმებს იმაში აი მეტის ღირსია და დამსახურებულად მიიღებს იმას რაც იმსახურებს